ოკეთი. მაგარ ფორმაშია შენი ხარი. კი არ თავი რომ დაფრინებს. რასე შევიეგე? აი, ოჯახური საიდუმლოა. ხოდე. ხოდია. ხოდია. ვარჯიში რამე რომ მოგივიდეს, მერე რა ვქნა? ხო გადავიღე. ფინალი გველოდო. კარგი რა მიხაილოვიჩ, რა უნდა მომივიდეს? დიახ, გისმენთ? კეთი ხართ? დიახ. მერაბს ურეკავ და არ პასუხობს. მერაბის სტადიონზეა. ვარჯიშია. ხო, რა მინდოდა მეთქვა? აუცილებლად შემოიეროს და ვნახოს. რატო რა ხდება? არა. ისეთი არაფერი, უბრალოდ მოკლედ ვნახოს აუცილებლად ეს. კარგით, გადავცე. ესე იგი რა? ანუ აი ვინფიცირებული, ესე იგი შიცი? ხო, მაგრამ რა მაგრამ ექიმი? გამორიცხულია. შანსი არ არის. დაჯექი ერთი წუთი, დაჯექი. მერაბ დაჯექი და მომისმინე. ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის, გესმის? შენ იცი რამდენი ინფიცირებულია ქვეყანაში? რამდენი ადამიანი მკურნალობს? რამდენი თავს კარგად გრძნობს, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, ოჯახებს ქმნიან, შვილები ჰყავთ? და საერთოდ რა საერთოდ ექიმო, ცოლის ყავს და შვილიც. გასაგებია, მაგრამ მე ჩემი ცოლი მიყვარს. გასაგებია. არავისთან არაფერი არ მქონია. გასაგებია. მაგრამ მანამდე ეს შეიძლება ნებისმიერს მანამდე ექიმო, გამორიცხულია. მერაბ მომისმინე. ეს ინფექცია კოცნით და ხელის ჩამორთმევით არ გადადის. შეიძლება გადავიდეს საზიარო ნემსით, არასტერილური შპრიცით, აი მაგალითად ნარკოტიკის მომხმარებლები რომ ან თუნდაც რომელიმე სამედიცინო მანიპულაციისას, პირსინგის, ან ტატუირების დროს, ან თუნდაც დაუცველი სექსის დროს თუ კონდომი არ გამოიყენე. დავიჯერო მაშინ. რა მოხდა მაშინ მერაბ? გასვლაზე თამაში მოვიგეთ. მერე? და მერე სასტუმროში აღუნიშნეთ ექიმი. კონდომი ხმარე? ისეთი გოგო იყო, არაფერი ეტყობოდა, თან ისეთი სიტუაცია იყო. მერე მაპატია, მაგრამ გარეგნულად შენც არაფერი გეტყობა. გარეგნობით ამ დიაგნოზს ვერ დასვა. ექიმი, ის ერთადერთი შემთხვევა იყო. და დავიჯერო მაინც და მაინც მაშინ. ზოგჯერ ერთი შეცდომა ცვლის ყველაფერს. მე შენთვის არ მიღალატია. აბა ეს რა იყო? სანდროს თავს გესმის. სანდროს მოიფიცე. გესმის რას მეუბნები? შეგონია გიღალატე? სულ გაგიჟდი? მე გავიჟდი? აბა საიდან? თუ რამე იყო მხოლოდ შენამდე. მე შენთვის არ მიღალატია. დე რატო გაგიჟდი? არ გაგიჟდე რა. არაფერია მამა, მოდი ჩემთან. დე გამიშვი რა, მომასთან მინდა. დე სად მივდივართ? უკვე გვიანი როა.
მოგიგეთ? ანალიზები არ აკეთია ჯერ. იცი როგორ მეშინია. ყოველდღე ვაპირებ აი ხვალ მივალ მეთქი, მაგრამ რისი გეშინია? ნემსის და სისხლისაღების? აღარ გაიზარდა ბავშვობიდან სულას ახლა. არა, ნემსის. პასუხის მეშინია. წარმოიდგინე მე ან სანდროს თუ აღმოგვაჭდა. ან ორივეს ერთად. სანდროსაც. პრინციპში კი. მაიმი სანდრიკელა თან წელს მიდის ხო გოგო სკოლაში. თუ მე რა რაო. იმის მე აღარ მირაპარაკე რაც სამოვედი. ერთხელ დამირეკა და ისეთები ვუთხარი. რა არ არის ღირსი? მართლა ყველა კაცი ერთნაირია. არ ვიცი კეთი, მე ვინმე გითხება და ადვოკატობაც არ მყავს ხო იცი, მაგრამ იქ მართლა სხვა რამ მიზეზია. გეგაზე ნახდად ვერ დავიფიცებ, ვიცი რა დრო დაძრება ხოლმე, მაგრამ ვერაფერი სხვა ტიპია. აი გახსოვს შარშან, შენ რო ვერ მოხერხე და მე რო გავყავე ბიჭებს კიევში. მე რა გამაგიჟა. ან ვარჯიშზე იყო, ან სასტუმროში. რამდენჯერაც ვნახე, სულ შენ გიქაქანებოდა ტელეფონზე. არ ვიცი რა. ყველაზე ვიფიქრებ, აი ყველაზე მართლა, მაგრამ მერაბზე ვერა. ჩემი თვალით რო ვნახო, ნუ ეს სიცოცხლის გეფიცები ალბათ ვიფიქრებ რომ რაღაც მეჩვენება. მაგრამ მე რას გეუბნები შენ უკვე თარიცი? ვიცი, მაგრამ აღარ ვიცი უკვე რა ვიფიქრო. და შენ? რა მე გოგო? ხატო. ისე მესმი შენ თან შენ და სანდროსაც თუ მოგარსდეთ. ვა, ცოლების კამანდა? ჭორა, ოფე. როგორ ხარ? სიცეშე ძველო, შენ ცაკა ხარ? როცა მოვიდა. ლუციკო, მოდი მამის სანდრო ყავს თუმრად. ო, მართლა შენი ქმარი სად დაიკარგა? 3 დღეა არ გამოჩენილი. გამიშვირადე. კაცნით არ გადადისო მგონი. ეს რა ქვია, გეგას ვირუსი ქონდა, გრიპი და ლუციკოს გადასდო მგონი, სანდროსაც რა გადაიდა. დაიცარე, კოცნით რა არ გადადის? უკვე გვიანია, ჩვენ წავიდეთ და. ის სად მიდიხართ, ეხლა მოვიდეთ. არა, ჩვენ ვეჩქარება. აი, რა ვიცი. კარგად ქეთი, კარგად. აი. შენ ქმარს უთხარი რა გამოჩდეს რა. მოხდა რამე, რა ჯიჟივით გავარდა. არაფერი. რა? ნუ გაახურე. ეს რა თქვიე? მე რა ბატო? სადაიგიდა? მე რა ვიცი სადაიგიდა. მე რა ბიგა შეიძლება ქეთის. და უარესი სანდროსაც ჭი. და ქეთის ახლიდან წამოვიდა, ხო? შარლიკომაც მაგიტო დამაყენა ძირითადში? მართლა? აშვებიდო? რა შვები, ნაპირებითაც რომ გადადიოდეს მე რა ვქნა. ისე ეგეც მართალია. გეგა თუ გავიგე სადმე ვინმესთან რამე მიქარემ სიცოცხლეს გაგიმწარებ. კარგი რა. ეგ რა შუაშია? არ მითხრა, ეხლა მერაბამ სექსით აიკიდაო. არ არის გამორიცხული. პატარა კაცი, შენ ვინ უნდა გამოხვიდე? რამპისტი. აი თურმე რა ყოჩარი ყოფილხარ. შენ ესე იგი არაფერს არ გეშინია. ნემსის მეშინია. ეს ნემსი მტკივნეული არ არის, ეგ ადრე იყო. ეხლა პატარაზე გიფწკენს და მორჩა. ეხლა ვაჟკაცურად გამომიწოდე ხელი. აი ესე. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. დიაგნოზის დასმა მხოლოდ სპეციალური ტესტის შემდეგ შეიძლება. პასუხს უნდა დაველოდოთ. ანალიზს ხომ ჩავაბარეთ? დიახ, ჩავაბარე. კეთი. თუ თქვენ ინფიცირებული არ ხართ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თუ ექიმის რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, თუ თავს დაიცავთ სქესობრივი კონტაქტის დროს, არც თქვენი და არც ბავშვის ინფიცირების საფრთხე არ არსებობს. ეს ვირუსი საყოფო ცხოვრება პირობებში არ გადაეცემა. და თუ ინფიცირებული ვარ? ყველა სიტუაციიდან შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი. ეს ლათასებშენებია.
შეკინება. 1 2 3 მე რა როგორ ახარე? არ დაგვიკარგო რა. გამოგვიარე ხო? ახლა დახმარების ამბავში რაზეა ლაპარაკი? ალფასიდან ყველა დავდებთ ფულს და ფინანსურად დავეხმარებით. მაგრამ რა მაგრამ? ფინანსური დახმარება მერაბს არ ჭირდება, ხალხო. მერაბს სხვანაირი თანადგომა ჭირდება. ასეთ პაციენტებს უფასოდ მკურნალობენ. ვერ გავიგე ხალხო რა გაწუხე. ის გვაწუხებს რომ ყველას ყავს შვილები, ოჯახი. ადამიანებთან გვიწევს ხო ურთიერთობა. ვინმე რომ გაიგოს ერთ-ერთ ჩვენ გუნდელს ესეთი რამე შეფს. ალბათ ეგონებათ ყველას რომ ჩვენს გვჭირს ხო? ვარჯიშია, ტრამაა, სისხლია. ბოლო რო გადაგვედოს და ის თუ გაბაზრდა საერთოდ გუნდები უარსიტყვენ ჩვენთან თამაშს. ეგრე არა, რითქვით რა რა? ო რა ეგრეა რა. მიკვირს თქვენგან რა. სხვებს თუ შეეშინდა ჩვენი რა ბრალიაო რა. ფიშრები ხარ თქვენ. როგორ თქვით? ეს ამბავი თუ გაბაზრდებაო. ხალხო, მერაბს თქვენგან ახლა ყველაზე მეტად თანადგომა ჭირდება. თქვენი თანადგომა ჭირდება ახლა. ეგ ვიცით, მაგრამ ჩვენ ხომ საფრთხის წინაშე ვართ, არა? ხალხო, კარგით რა. არანაირი საფრთხე არ არსებობს, ხალხო, რა პატარა ბავშვებივით ლაპარაკობთ, ნუ. მაცა, თქვენ როგორ გონიათ, რომ მე ხა ექიმთან კონსულტაციის გარეშე გადავწყვეტავდი ამ ამბავს? თქვენ ფიქრობთ, რომ მე ისეთ რამეში გაგრევთ, რაც თქვენ ჯანმრთელობას ავნებს, ხალხო? მერაბი უნდა დარჩეს გუნდში. ის ითამაშებს თუ რაიმე სხვა პოზიციაზე დადგება, ამას გადავწყვეტ ჩვენ ექიმთან ერთად. თქვენგან მერაბს მხოლოდ ერთადერთი რამე სჭირდება. თქვენი დამოკიდებულება. თქვენი ადამიანური დამოკიდებულება. მაგარი უსინდისო კაცი ყოფილხარ რა. ამის დედავატერი ეგრე მიცნობდი და რა პატარა შეშინებული ბავშვებით იმალებოდი. ეგ ამბავი რო გაიგე, არ უნდა მოსულიყავი და არ უნდა გეთქვა. გაპატიეთ. გაპატიო, კი არა, გასაგდები ხარ გუნდიდან. საფრანგეთში ხომ მოდიხარ ფინალზე? რა? საფრანგეთში? ფინალზე? ბიჭო, შენაერ გამოცდილ კაცს გუნდიდან ვინ გააგდებს და თუ შეძლებ თამაშს, ითამაშებ. თუ არა და ჩემი თანაშემწე იქნები, გვერდით დამიდგები და გუნდელების მომზადებაში მე ბიჭები რა სიტყვია? შენ რა სიტყვი? შენ. მე ალბათ ვერ გავბედავდი მოედანზე შესვლას. არა, იქ მომითხრა. ეგ არა პრობლემაა, მაგრამ მაინც თანაც ხომ იცით ფინალის წინ ფსიქოლოგიური ფაქტორი. იცი რას გეტყვი? ხვალ დილის 9 საათზე სტადიონზე იყავე. არ დააგვიანა. მიხაილოვიჩ, ჯიგარი ხარ. ოკეი.
მადლობთ. დიდი მადლობა. გამარჯობა. კეთი ნეთლ კლინიკაში მივდივარ ანალიზის პასუხებზეო. მერაბ. ანალიზის პასუხი მოვიდა, საბედნიეროდ სანდრო ჯანმრთელია, კეთი კი ინფიცირებულია. კეთი სად არის? არ ვიცი რომ გაიგო ძალიან აღელდა და მე მგონი დედამისი დაურიგა. რატომ? შენ ქმარს პატივს წე, მაგრამ შენ ხარ ჩემი შვილი და არა მერაბი. ხოდა მაგიტო გეკითხები დედა რა ვქნა? სოყარელო. ბებო გენაცოლოს წადი შენ ოთახში და მე დაგიწყებ კარგი. თავარია სანდროს ყველაფერი წესრიგში აქვს. კარგი და ვთქვათ, შენ და მერაბი დაშორდით. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ მარტო ბავშვის გამო უნდა იყოთ ერთად. თუ ცალკე თქვენს ბედნიერებას აიწყობთ, ამას რა ჯობია. შენი გარეგნობის გოგოსთვის გათხოვება რთული არ უნდა იყოს, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ არ ვაპირებ გათხოვებას აღარ ასწროს და არავისზე. რომც დავაპირო, ჩემს მდგომარეობაში ვის ვჭირდები? ვის და მერაბს? შენ დარწმუნებული ხარ რომ მერაბი უშენოდ იცხოვრებს? ან შენ მის გარეშე? ექიმია. დიახ ბატონო ვახტანგ. და რატომ? რა ხდება? რა? ვაკვირის არის. ამ ეტაპისთვის სქესის თქმა ცოტა რთულია. სქესი არ მაინტერესებს. ჯანმრთელია. ამ ეტაპისთვის ყველაფერი ნორმაშია. თუ ინფიცირებას გულისხმობს, ანამ არ დაიბადება ვერ დავადგეთ. მეგონა ნერვიულობაზე დამემართა ყველაფერი. თურმე კეთი რა გატირებს? მოსალოცად გაქვს საქმე. შენ იცი რამდენი ოჯახი ოცნებობს ბავშვის გაჩენას? ინფიცირებული რომ იყოს. კეთი დაწმარდი. ინფიცირების საფრთხე ამ ეტაპზე პრაქტიკულად თითქმის არ არსებობს. თეორიულად კარგი ის არის, რომ დროულად ვიწყებთ პროფილაქტიკურ მკურნალობას. კეთი, ცუძენ ვიფიქრებთ. მით უმეტეს ბავშვიელება სრულად ჯანმრთელი დაიბადოს და ჯანმრთელი ბავშვის მოშორება რა საშინელება თვითონ გესმის. ესეც შენ პასუხი. დედა საერთოდ შენ თუ არ აგინებ მე დავრეკავ. მამა და უფლება იცოდეს. როგორც მივხვდი შენით. კარგია. არა უშავს, ემოციების გამოხატვა შეიძლება. დავწერთ. ესე იგი დავიწყოთ. ახლა ყველაზე მთავარი თქვენი მკურნალობის სქემის შერჩევაა. კეთი თავის ჯანმრთელობის გამო მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა იმისათვის რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს, პროფილაქტიკურ კურსს ორ კვირაში დავიწყებთ. მერაბ შენი ანალიზის პასუხების მიხედვით ჯობია უკვე დავიწყოთ, რომ მომავალში შენს ყოველდღიურ საქმიანობაში შენმა ჯანმრთელობამ ხელი არ შეგიშალოს. კარგია რომ დროულად დაისვა დიაგნოზი და მკურნალობის დაწყებაც დაგვიანებული არ არის. აბა რა სიტყვით? იმედია თანახმახართ. დიახ.
ოკეთ. მერაბ, ჩვენი პატარა ჯანმრთელია. რა? ანალიზების პასუხი მოვიდა, ჩვენი პატარა სრულიად ჯანმრთელია. კეთი მოყვარხარ? მე. მიყვარხარ? მეც მიყვარხარ.